მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი კურსი. ესე იგი, ჩვენ წყვეტამდე მოვედით და გავწეროთ რაღაც გარკვეული კონფიგურაციები. მოდით თან ვნახოთ, თუ რა გვაქვს გაწერილი. როდესაც main ფუნქციაში ჩვენი მომხმარებელი შემოიტანს კონფიგურაციას ღილაკზე, რა, GPIO pin-ზე, რაიმე აქვს ინფორმაცია მისაღები, ხო? მე მაგალითად ღილაკზე მაქვს მაგალითი და ღილაკზე მიწერია ეს ცვლადი სტრუქტურა, შემოტანილი სტრუქტურის ობიექტი, ხო? ამ ობიექტში მაქვს გაწერილი კონფიგურაცია, სადაც ვეუბნები რომ იყოს mode interrupt following the racing edge, შემდეგ რომელ pin-ზე და შემდეგ რომელ port-ზე. ამას ყველაფერს init ფუნქციას ვაწვდი, მოდი init ფუნქციას ვნახოთ. init ფუნქციაში ესეთი რაღაცა დავწერეთ, ხო? ესე იგი init ფუნქციაში პირველ შემთხვევაში mode-ით გინდებოდა და თუ ეს წყვეტა იყო, წყვეტაში როგორც ხდებოდა interrupt-ზე, პირველ შემთხვევაში ხდებოდა როგორი რაღაცა exti-ზე, აი აქეთ რო დავბრუნდეთ, exti, აი აქ ამ ხაზზე, მოდი ამას წილად მოვნიშნავ. აქ ჩვენ ვირჩევდით თუ რომელი აი ეს რეგისტრიც რო ნახავთ, თუ როგორ მოხდეს მოკლედ GPIO-დან მიღებული სიგნალი, აი ეს ხო? მოკლედ აი ესეთ რაღაცას დავხატავ. და წარმოვიდგინოთ, რომ რომელიღაცა პინზე მოდის აი რაღაცა ესეთი სიგნალი. თუ კი ესეთი სიგნალი მოდის, როგორი edge კონდეს, როგორი გადასვლა, ხო? low-დან high-სკენ თუ high-დან low-სკენ. ამას როცა დაადგენდა, შემდეგ pending რეგისტრიდან პირდაპირ შეგვიძლია გაგვეგზავნა შესაბამის ხაზზე, მაგალითად მე-7, რადგანაც გვაქვს, აი ამ ხაზზე უნდა გაიგზავნოს და envic რეგისტრამდე მივიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის ასევე დაგვჭირდა აქ GPIO-ს მხარეს. მოდი უფრო ლამაზად მოვხაზავ. იმისთვის რომ GPIO მოახდინოს EXT-ის გავლით, რაღაც GPIO-დან მიღებული ინფორმაცია EXT-ის გავლით რო წამოვიდეს, ამისთვის ჩვენ გვქონდა sys config. და ჩვენ წერდით აი აქ ეს რაც გავაკეთეთ პირველი, ანუ detection-ი გავარკვიეთ და ეს მუშაობდა, ასევე გავააქტიურეთ sys config-ი, რადგანაც გვჭირდება მასზე clock-ი. შემდეგ აქ წინა ვიდეოში განვიხილავთ რატომ მიწერია ეს ყველაფერი. რომ exti-ის, აი აქეთ გავხსნი ისევ ამას. interrupt-სად გვაქვს. exti-ის, უпростоრად sys config-ის exti რეგისტრებზე, აი აქ. ხომ სასურველი exti რეგისტრზე უნდა გაიწეროს რაღაცა 4 ცალი ბიტის კომბინაცია, იმის მიხედვით, რომელი პორტი გვინდა. ხო, აი აქ მქონდა თუ კი GPIO A-ის შემოიტანდა, ჩვენი მომხმარებელი აი აქ, ხო? ეს სვლადი ზუსტად აქ არის. თუ კი GPIO პორტ შემოიტანდა, ხო, ეს init ფუნქციაში მთლიანად შემოგვდის ეს სტრუქტურა, ხო? თუ შემოიტანდა, ესე იგი GPIO A-ის, ეს ყველაფერი აქ მაკროთი. გადაითარგმნებოდა შესაბამის რიცხვად, აი აქ რომელიც აქვს, ხო? A არის იგივე 0, B არის იგივე 1, C არის იგივე 2, ხო? ესენი არის ორობითი ჩანაწერები, ხო? შესაბამისად, ჩვენ კოდშიც ზუსტად იგივე მოხდებოდა, რომ აი აქ sys config-ის extr შესაბამის control რეგისტრზე, აქ გვაქვს 4 control რეგისტრი, ხო? 1, 2, 3 და 4. აი ესენი შესაბამისი რეგისტრის და შესაბამის, აი აქ გვიწერია ესეთი რაღაცა, შესაბამის ბიტზე რო ჩაიწეროს სასურველი port code. ეს როდესაც მოხდებოდა, აქ დაგვრჩა ესეთი რაღაცა enable ან მოდი დავწეროთ interrupt on EMR. ნახეთ, ესეთი რაღაცა გავაკეთე. ესე იგი, აქ ჩვენ გვაქვს EMR რეგისტრი, ამაზე ვისაუბრეთ, რომ ეს უნდა მიუთითოთ exti-ზე, რომ მოხდეს ამაზე დაკვირვება, ხო, ანუ წყვეტა ფაქტიურად რომ გავააქტიუროთ. და აქ როგორ უნდა დავწეროთ ეს რაღაცა, ხო? ჩვენ exti-ის EMR რეგისტრზე, exti-ის EMR რეგისტრზე უნდა ჩავწეროთ
აი ესე. ერთიანი იმ პინის ნომერზე, რომელ პინზეც არის. აქ არის ეს ყველა, ხო? აი 15 მე-15 პინია, 0 პინია. და აქ გადმოვიტანოთ GPIO, უბრალოდ P handle-ის GPIO config-ის პინის ნომერი. და აი აქ ამით ყველაფერი დასრულდება. მოდი ეს ყველაფერი შევამოწმოთ. და მოვიდეთ breakpoint-თან, ნახოთ აქ რას გააკეთებს. ჩვენ გვინდა იდეაში ჯერ sys config-ი თუნდაც, მაგრამ ეს წინაზე ისედაც ვნახეთ. აი აქ წესითი მე-7 რადგანაც ეს არის. აქ უნდა მოხდეს ერთიანის ჩაწერა. და მოხდა კიდევაც, ამის შემდეგ EXTI-ზე მიდის. და EXTI-ის EMR აქეთ იმას ეძებს ერთი წუთით, ასე მოვძებნოთ მაშინ. აი EMR რეგისტრზე უნდა ჩაწეროს, ანუ მე-7-ზე, აი აქ უნდა ჩაწეროს ერთიანი. და აი ჩაწერა კიდევაც. მოკლედ აქამდე ზუსტად და კარგად მოვედით, იდეაში იმედია პრინციპიც გვესმის. ახლა ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ შევქმნათ ახალი ფუნქცია. იმისთვის, რომ შესაბამის, აი აქეთ ეს რომ გავხსნათ, generic user guide, მეორე დოკუმენტი. აქ შესაბამის რეგისტრზე მოხდეს შესაბამისი ერთიანის ჩაწერა იმ ბიტზე, რომელიც IRQ ნომერიც იქნება. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება IRQ-ს ნომერი და ჩვენ გვჭირდება ასევე enable-ი ან disable-ი, ხო, ანუ რომელიც გვჭირდება. ხო, მოდი დავიწყოთ მაშინ იდეაში ჩვენი ფუნქციის გაკეთება და შევქმნათ, აი აქ ემას დავაკოპირებ. სახელი დავარქვათ GPIO IRQ interrupt config მაგალითად იყოს 2 ცვლადი uint 8 ტაბლატირეთე და აქ იყოს მაგალითად IRQ-ს ნომერი IRQ number IRQ ნომერში იგულისხმება აი ეს ნომერი აქ რასაც ხედავთ, ხო? ანუ რომელიღაც ნომერი უნდა მივიღოთ. დავუბრუნდები ისევე კოდზე და შემდეგ uint ეს იყოს ისევე 8 enable an in or d ესეთი ცვლადი. პირველი აქაც მოდი ესეთი კონფიგურაციაც არ დაგვეზაროს ხოლმე, გავწეროთ ყოველთვის. ესე იგი GPIO interrupt request configuration. ამის შემდეგ დავწეროთ მოკლე აღწერა set bits on nvic ISER x register set IRQ number ესე ჯობია. ესე იგი მოათავსებს IRQ-ს ნომერს nvic-ის IS არის შესაბამის რეგისტრზე. გვჭირდება ცვლადები ეს არის ეს და ეს არის IS. ხო, ასევე აქ გამომრჩა ზედა ფუნქციებში, აი რომელსაც void-ი არ არის და რომელსაც return-ი აქვს, ხო? აქ return-ში შეგიძლია გავუწეროთ ხოლმე რასაც აბრუნებს, ხო? ანუ value და ზოგადად რას ნიშნავს ეს, ან მაგალითად ესეთი რაღაცა, ხო? აქ დავწეროთ value of GPIO port GPIO X-ის port და ასე შემდეგ. აი აქეთაც მოდი გავწერ ამას. შესაბამის სპინზე.
აი, ისევე დავუბრუნდეთ, მოკლედ, ეს არ გვჭირდება. პირველი აქ რაც დაგჭირდება, ეს იქნება, რომ თუ ეს სვლადი უდრის enables machine და აქვე დაგჭირდება else. ესე იგი, თუ ეს არის enable, ჩვენ, ანუ მაგალითად აქ IRQ ნომერში, როგორც გითხარით, მივიღებთ, მოდი ისევ აქეთ დავბრუნდეთ. აქედან რომელიღაც რიცხვს, აი აქ რაც წერია, ეს უნდა მივიღოთ ჩვენ. ან ეს. და ასე შემდეგ, ხომ? ჩვენ რადგანაც GPIO-სთვის ვიყენებთ და EXTI-ს გვჭირდება ამისთვის, ხოლმე და მხოლოდ აქ გვჭირდება ან 6-იანის გაგზავნა დაგჭირდება, ან 7-იანის, ან 8-იანის, ან 9-იანის, ან 10-იანის. ასევე დაგჭირდება ან შეიძლება 23 იყოს და ასევე შეიძლება იყოს აი 40. ხომ? ესენი სად უნდა ჩავწეროთ ჩვენ? ესენი უნდა ჩავწეროთ აი აქ NVIC რეგისტრის set enable pin-ზე. ჩვენ ვიცით რომ ეს არის სულ 8 ცალი და აქვს თავიანთი მისამართები, რა თქმა უნდა. მოდი ისევ აქეთ რომ დავბრუნდეთ, აი ეს იყოს პირველის მისამართი და აი ამას მოდი paint-ში ჩავაგდებ. ეს არის პირველის მისამართი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგის მისამართი ეს უკვე ვიცით, იქნება 4. ამის შემდეგის მისამართი იქნება 8. ამის შემდეგის მისამართი იქნება C. ამის შემდეგი მისამართი იქნება 2 0. ამის შემდეგი იქნება 2 4. 2 8 და 2 C. ეს ყველაფერი რაც აქ არ გვაქვს და თუ დააკვირდებით, ერთები მოკლედ აქეთ 2-ების მაგვირად ხო ჯერ 1 ხდება. შემდეგი ანუ 0-იც ეს შემდეგ მოდის 1 0. 4-ით თუ გავზრდით. ასე რომ აქ ეს არასწორად გვიწერია. მოდი აქ დავიწეროთ და ესეც გავაკეთოთ 1 0. აქეთ დავწეროთ 1 C. აქეთ დავწეროთ იგივე და 1 C რატო? 1 4. 1 8 და აქეთ დავწეროთ 1 C. აი აქეთ შევხედოთ ისევ ამ ყველაფერს. ესე იგი, სულ არის 8 რეგისტრი და აქ რადგანაც ესე გამოიყურება NVIC ISER 0-დან 7-მდე ეს რეგისტრი და მენუალში უფრო კარგად გვაქვს ხოლმე ეს რეგისტრები. აი აქ ხო დალაგებული და რას ეკეთებენ? აი აქვე გავაკეთოთ მოდი paint-ში ზუსტად მსგავსი ვარიანტი. ჩვენ ვიცით რომ გვაქვს სულ 0 31 და მე რომ მაგალითად ამ მისამართზე ერთიანი რომ გადავიტანო მაგალითად დაუშვათ, ანუ სიტყვაზე ვთქვათ 32-ით, ან 34-ით, ხო? 34-ით ვთქვათ. ეს ნიშნავს, რომ ამ მისამართიდან გაივლის 31-ს და შემდეგ არ ეყო, ხო, ეს 32 უჯრა. ეს არის შემდეგ 32, 33 და ეს არის 34. აი აქ ჩაიწერება ერთიანი. ასევე მაგალითად მე მინდა რომ აი ეხლა ჩვენი პრინციპით ვიხელმძღვანელოთ. 23 მინდა რომ ჩაიწეროს, ხო? 23 სად ჩაიწერება? თუ არის 23, ესე იგი ერთიანი უნდა გადავიდეს 23-ზე. ეს არის დაახლოებით 31, 30. აი აქ ჩაიწერება ეს ერთიანი. თუ აქეთ დამჭირდება მე-40-ზე, ხო? მე-40-ის შემთხვევაში ეს თუ 34-ია, 35, 36, 37, 38, 39 და 40. მოდი ამასაც ცოტა სხვა ფერით გავაკეთებ.
თუ კი ერთიანს ჩავწერ მე-40 უჯრაზე, აი აქ ჩაიწერება ერთიანი. აქაც ერთიანი. ანუ მე შემიძლია გამოვიყენო სათითაო რეგისტრი, ან ერთი რეგისტრის მისამართი, ანუ ან ეს ერთი, ან საწყისი მისამართი ავიღო და იმას 32 თუ დაუმატებ, 32 ბიტს, ანუ 32-ით მეტ ჯერ თუ გადავიტან, ანუ ჩვენ როგორ გადაგვაქვს რეგისტრებში ერთიანი, ხო? ერთიანი გადავიდეს მაგალითად პინის ნომერი 7-ზე, ხო? და გადადის ზუსტად 7-იანში ერთიანი, მაგრამ მე თუ კი აქ დავუწერ 70-ს, მაშინ ეს ყველაფერი გადმოვა სადღაც აი აქ, ხო? აი აქ მაგალითად. მე მგონი სწორად მომნიშნე ისედაც, იმიტომ რომ ეს იქნებოდა უკვე ეს თუ არის 31, ეს იქნება 32, შემდეგ ეს გამოდის 64, შემდეგ ეს გამოდის 64 და ეს 63, ეს გამოდის 95. და ასე შემდეგ ეს გამოდის დაახლოებით 70 და აქ ჩაიწერებოდა ეს ერთიანი. მოკლედ, იმედია ეს პრინციპი მივხვდით, ანუ ჩვენ დაგვჭირდება ახლა რატომ ავხსენებთ ეს ყველაფერი, ხო? ჩვენთან რომ მოდის მაგალითად ეს ნომრები, რომელიმე ეს ნომერი მოვა, რადგანაც EXTI-ზე ვიყენებთ ამ ეტაპზე, ხოლო სამომავლოდ, როდესაც სხვა პერიფერიალისთვის დაგვჭირდება NVIC რეგისტრი, იმას სხვა ნომერი ექნება. ეს ნომრები არის ვექტორების ცხრილში. თუ კი მაგალითად 23 ან 40 მოვიდა, აქ რა უნდა მოხდეს, ხო? შესაბამის უჯრაზე ჩვენ ამ რეგისტრზე უნდა გავწეროთ ერთიანი. კოდს რო შევხედოთ ისევ, ესე იგი აქ მოგვივა ან 6-იანი, ან 7, 8, 9, 10, ან 23, ან 40. და შესაბამისად, რომელი რიცხვიც მოგვივა, იმ რეგისტრის იმ მისამართზე უნდა იმ ბიტზე უნდა ჩავწეროთ. მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. თუ ეს არის enable-ი, აი ახლა კოდსაც რო დავწერ, უფრო გამარტივდება ეს ყველაფერი. აქ ჩვენ შექმნილი გვაქვს NVIC ISR 0. აქ უნდა ჩაიწეროს ერთიანი. არა, ჯერ ასე არ ჩაიწერება, რა თქმა უნდა. აქ დაგჭირდება რო გავყოთ თუ IRQ ნომერი ნაკლებია ანტოლი 31-ის. აი ესე რო დავწეროთ. თუ 31-ზე ნაკლები არის ეს რიცხვი, ხო? ანუ თუ 23-ია თუ რაც არ უნდა იყოს, პირდაპირ ამ მისამართიდან ამ რიცხვზე რო გადავიტანოთ, ზუსტად მოხდება იქ. მაგალითად 23-ია, ხო? 23 პირდაპირ ამ მისამართზე რო დავწეროთ, ანუ აი აქ რასაც წერთ, ხო? აი ახლა მოდი ესეთ რაღაცას გავაკეთებ. ისევ ანუ ფიფკი NVIC ISR 0, ანუ ამაზე არის საუბარი მისამართზე, ფიფკი რადგანაც გვიწერია, ხო? ამ მისამართის ესე რო ვთქვათ, უდრის ერთიანი გადავიდეს ამდენით. ანუ ესე იგი ჩვენ თუ მოგვივიდა IRQ ნომერი, ნახოთ, მე-7 პინი სად არის დაერთებული, 9-სა და 9 და 9, 5, 6, 9, 6, 7, 8, 5, 6, 7, 8, 9 არიან 23 ნომერზე. ეს 23 ნომერზე ჩვენ NVIC რეგისტრის ICER რეგისტრზე, მოდი თავიდან ვიტყვი, ესე იგი იმისთვის რომ ყველაფერი მოდი ცოტა უხეშად გავიაროთ. პირველ შემთხვევაში, ესე იგი, როდესაც მოგდის სიგნალი, მაგალითად მინდა, როდესაც დაბლიდან მაღლა ადის, ხო? აი, დაბლიდან მაღლა ადის აქ და ადის აქ და ადის ასევე აქ. შესაბამისად, როდესაც ეს მოვა, sysconfig-ი გაიარა, sysconfig-მა გაატარა EXT, EXTI-ში გვიწერია რეგისტრებზე falling-ი თუ იქნება, გადაეცი ეს სიგნალი, rising-ი თუ იქნება, გადაეცი ეს სიგნალი. ესე იგი, მიიღო rising edge, rising trigger და pending რეგისტრის საშუალებით აი აქ გამოდის, რა თქმა უნდა, EMR-იც გააქტიურებული უნდა გქონდეს, EMR. ესე იგი, EMR-მა, როდესაც გაფილტრა ეს ყველაფერი, ხო, ანუ rising-ი როდესაც დააფიქსირა, EMR-ზეც გააქტიურებული გაქვს ეს ხაზი, აი რომელი ხაზი გვინდა, ხო? აი აქ მივიტან ამისარს. შემდეგ დააფიქსირა R
rising edge და გაატარა აი აქ. ეს NVX-ზე მოდის 23 ხაზზე. შესაბამისად, ჩვენ 23 ხაზი უნდა გავააქტიუროთ. აი ამ რეგისტრზე 23 ხაზი აქტიურდება 23 ბიტზე. ხო? აი აქ 23 უნდა გავააქტიუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროცესორი ვერ მიიღებს ინფორმაციას წვეტის თაობაზე, ხო? ანუ რაღაცა კოდს აკეთებს ჩვენი პროცესორი, რაღაცა კოდს ამუშავებს. ეს ყველაფერი რომ მოხდეს, ჯერჯერობით პინზე უნდა შემოვიდეს დაბლიდან მაღლა ასვლის სიგნალი, მიიღებს ამას EXTI, დაამუშავებს, გადასცემს შემდეგ NVX და NVX აქ რომ გადასცემს, NVX-ზე აქ გააქტიურებული უნდა იყოს ეს ხაზი, რომ მიხვდეს, ანუ ფაქტიურად ღია უნდა იყოს კარები, რომ მიხვდე ვიღაცა შემოვიდა თუ არა, თუმცა თუ არ იქნება ღია დაკეტილ კარებზე, ანუ გამორთულზე ვერ მივხვდებით, ესე იგი აქ მოვიდა თუ არა რაღაცა, ხო? შესაბამისად, NVX-ზე უნდა გავააქტიუროთ ეს ერთიანი და როგორც კი მოხდება აქ ის ყველაფერი რაც თქვით, rising edge, დაფიქსირება, გადაცემა ხაზზე, როგორც კი მოხდება, პროცესორს მაშინვე ეტყვის ჩვენი NVX პერიფერიალი, კონტროლერი და ჩვენი პროცესორის გადმოერთვება სასურვალ საქმეზე. რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამატებითი ფუნქციები გვაქვს, აი აქეთ, startup ფაილში და შესაბამისი ფუნქცია უნდა გამოვიძახოთ, აქ არის ეს ფუნქციები, რომ ჩვენთვის ასურველი ნაწილი შემდეგ კოდმა რაც უნდა შეასრულოს, რომ გავწეროთ. იმედია ეს ყველაფერი გავიგეთ. ახლა ისევე დავბრუნდები აი აქეთ. აქ ერორი გვაქვს, მოდი ვნახოთ რა ერორია. ჩანაწერი, მოდი დავბილდოთ. ესე იგი ერორი იყო operand of pitki must be a pointer but has type unsigned int. ახლა ეს unsigned int-ის int-ად არის, მაგრამ უნდა იყოს pointer-ი. დავბრუნდეთ ეს სადაც გვაქვს აღწერილი. აი აქ. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, ხო? double-vo volatile int 32 double-t pitki და ეს ყველაფერი კიდევ მოვაქციოთ ჭრილებში და ვნახოთ რა მოხდება. ზა, ესეც გამოსწორდა. დანარჩენზე ყველაზე დაგვჭირდება ეს. აქეთ ჭრილები. კაი, ისევე გადმოვიდეთ, ესე იგი ჩვენ init ფუნქციაში, init ფუნქცია აღარ IRQ-ს ფუნქციაში, ანუ ჩვენ უნდა დავადგინოთ რომელი IRQ-ა გააქტიურებული არის თუ არა და შესაბამის ბიტზე ჩაიწეროს. ესე იგი, თუ 31-ზე ნაკლები არის, ვიცით, რომ თუ 23 მოვიდა, პირდაპირ ვეთყვი ამ მისამართზე, გადაიტანე იქით. თუ 31-დან 64-მდე იქნება, ესეთი რაღაცა უნდა გავწეროთ, else if ესეთ რაღაცა რო დავწეროთ. თუ შეგვიძლია დაკავშირითაც დავწეროთ, მაგრამ არ მახსოვს მოკლედ კოდში ესეც შეიძლება თუ არა, მაგალითად თუ 31 მეტია IRQ ნომერზე და მეტია და IRQ ნომერი ნაკლებია 64-ზე. არ ვიცი, მოკლედ მოდი ესე გავწეროთ. როგორც ვიცი რომ მუშაობს, ესე იგი თუ 31-ზე ნაკლებია აქ შემოვა, ხოლო თუ IRQ ნომერი ნაკლებია ტოლი 64-ზე და IRQ ნომერი მეტია 20 გეშ პრინციპში ისედაც ეგრე იქნება, ხო? არა, else-ში მაინც შემო. და თუ IRQ ნომერი მეტია 31-ზე. ესე იგი, ან 32 იქნება, ან აქაც შეგვიძლია ესეთი რაღაცა, ხო, უდრის მეტია ან ტოლი 32-ზე. თუ ესეთი შემთხვევა გვაქვს, მაშინ რა უნდა მოხდეს? IRQ ნომერი, ანუ 23 უნდა გადავიდეს სად? ISR ეს ერთიანით უნდა გადავიდეს ამ შემთხვევაში
ნახეთ, აქ როგორი რაღაცა არის. აქ შეიძლება 40 ჰქონდეს, ხო? 40-ით რო გადავიდეს, გადავა ახალ მისამართზე. აქ ეს ერორი რატომ გვაქვს? ამას მე დავბილდავ. ეს მოდი დავწერ და მე უფრო მივხვდებით. ნაშთით გავყოთ 32-ზე. 32-ზე რატომ? მაგალითად ეს თუ 40 გვექნება, აი ისევ ამას დაუბრუნდეთ. მე ვუთითებ რომ 40 ნაშთით რო გავყოთ 32-ზე უდრის 8-ს. ხომ ასეა? შესაბამისად მე თუ ვუთითებ რომ ამ მისამართზე გადმოვიდეს ერთიანი, აი და ჩაიწეროს აქ 8 ბიტით. გავაგრძელოთ, აქეთ ერორი რატომ გვაქვს? ერორი არ ყოფილა break point-ი მომიხვდა და ისევ ერთი ესეთი ვარიანტი. თუ მეტი არის, თუ ნაკლები არის უკვე 96-ზე, 95-ს დავწერ. და აქ რადგანაც ტოლი აგვიწერია 64-ის არა, 63-ის. აქეთ დავწეროთ 64. მაშინ ისევ იგივე დაუშვათ გვაქვს ესეთი IRQ ნომერი, რომელიც არის 80, ხო? 80 რომ ნაშთით გავყოთ, ესეც სწორი იქნება 64-ზე. მაგალითად, ხო, დაგვრჩება ესეთი ნაშთი, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ თუ კი აქ შემოვიდა, აუცილებლად არის 95-დან 64-მდე დიაპაზონში ეს რიცხვი, ხო? სხვა რიცხვი არ იქნება, მაგრამ მაინც ჯობია რომ 32-ზე იგივე ნაშთი გვექნება მაინც. და დავტოვებ ამას, ხო? აი ეს არ 2-ში მოხდეს ამისი გაწერა. დამატებით შეგვიძლია კიდევ დავამატოთ დანარჩენები, მაგრამ მე როგორც უკვე გითხარით, სულ რადგანაც გვაქვს მაქსიმუმ 85 შეიძლება მივიღოთ. ამიტომ დავტოვებ 95 სავსებით საკმარისი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია უკვე else-იც გავაკეთოთ, აი აქ else-ში გავწეროთ, else-ზე როგორც თქვით, ზუსტად მსგავსად არის, ანუ ნოლიანებს იგივე ბიტებში ვერ გავწერთ, ანუ თუ ეს disable-ია, ხო? მაშინ ამ ყველაფერს წავიღებ. თუ IRQ ნომერი, ნაკლებ 32-ზე, აღონ ISC, აი ამ რეგისტრზე უნდა გავწეროთ ეს ყველაფერი. set enable და clear enable და ამას ქვია რა დავარქვით? envic. არ შეგვიქმნია clear მისამართები. აი აქ უნდა შევქმნათ ზუსტად ესეთი ვარიანტი. define, ოღონდ უნდა შევქმნათ, მოდი დავუბრუნდეთ აქეთ და ვნახოთ. interrupt clear enable registry. interrupt clear enable registry 0. 1 2 3. მოკლედ, ამისი მისამართები შეგიძლიათ გაწეროთ. ახლა ვიდეოს დავაპაუზებ და შემდეგ გავაგრძელებ უკვე. გარდა ამისა, მოდი დავწერ მე ამას, ხო? როცა ვიდეოს დავაპაუზებ, აქ შესაბამის მისამართებს დავწერ. თუ აქ ISR 0, 1 2 3. რა მისამართებზეა, ხო? ესენი არიან, აი მოდი ვნახოთ მათი მისამართები. ISC არის იწყება აი აქედან. შემდეგი იქნება ესე, ხო? ბარემ შეგიძლიათ თქვენც დაწეროთ. და აქ იქნება მე მგონი ყველაფერი სწორად გვაქვს. დამატებით ჩვენ რისი დაწერაც დაგვჭირდება სამომავლოდ, როდესაც ამ ფუნქციას გამოვიძახებთ ხოლმე და აქაც მოდი ბარემ დავამთავრებ, ხო? envic. მოდი ეს წავშალოთ, დავბილდოთ ყველაფერი. envic, აი უკვე აქ გამოჩნდა, ერთიანი გადავიტანოთ.
აი აქ ორზე გადმოვიტანოთ უკვე ეს. ასევე როგორც გითხარით, ჩვენ დაგვჭირდება აქ სულ ბოლოში შეგვიძლია აი აქ ამის მერე დავამატოთ აი ესეთი მაკროები define IRQ ნომერი მაგალითად EXTI 0 ესენი დავაკოპიროთ 2 3 4 5 6 7 ზუსტად არ მახსოვს რა რაოდენობა დაგვჭირდება ჩვენ დაგვჭირდება იმდენი რამდენიც EXTI გვაქვს აქ აი ახლა რასაც ვაკეთებ არის ის რომ ესე იგი აი ამათი ნომრები უნდა გადმოვიტანო ამ მაკროებში 1 2 3 4 5 6 და 7-ია იქ 9-დან 5-მდე და 10-დან 15-მდე 1 2 3 4 5 6 და 7 ეს მე მგონი არ დამჭირდება ესე იგი შეგვიძლია გქონდეს IRQ 0 აი EXTI ნახეთ ეს 1 2 3 4 1 2 3 და 4. ამის შემდეგ გვაქვს 9 5 და ამის შემდეგ გვაქვს 10 15. მოკლედ ეს არის ამ ეტაპისთვის სულ და მოდი აქ გავჩერდები ახლა, აქ ერორი გვაქვს თუ არა. შეგვიძლია ახლა ეს ყველაფერიც ვნახოთ, მაგრამ ჯერჯერობით მოდი ამასაც გავაკეთებ, ეს ფუნქცია უნდა გადავიტანოთ GPIO-ს header-ში. წერტილმძიმე. გარდა ამისა, ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი IRQ-ს ფუნქციები, რომლებსაც უკვე შემდეგი ვიდეოდან გაჩვენებთ. ხო, ანუ ეს რო გავააქტიურეთ, შემდეგ დაგვჭირდება მე კონფიგურაცია, რომ გავააქტიუროთ ეს და შემდეგ დაგვჭირდება მაგალითად რაღაცა მაგალითი, ხო? მაგალითად ნატურის შემთხვევაში ღილაკი როგორ ანთებს და დიდი წვეტები გავაკეთოთ. თუ რაღაც მომენტში შეიძლება ვერ ავანთოთ ნატურა, მერე ვნახოთ და წვეტის შემთხვევაში რა მოხდება. მოკლედ ახლა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.